მეცინება. დილას გუშინ მქონდა თვალი, დღესაც მოხდა სიებული თვალი. ესე იგი, გუშინ პირადღე იყო ხო და წავედი ეკლესიაში ჩვეულებრივად. რაღაც მართლმადიდებლური ქვეყანა ეხლა უკვე მარტივი არის, საბერძნეთში უკვე წირვაზე სიარული ხო და ჩემთვის ვიდექი, არც შემიხედავს რომ აი რაღაცას, ან არიგებდნენ, ან რაღაცა კი დავინახე ხო პური ვიდეო იქ, მაგრამ სეფისკვერები, მაგრამ ასე არ შემიხედავს, არ დაკვირვები ვარ და არანაირად არ მიჩვენებია რომ აი მეც მინდა ან ვაპირებდი აღებას, როგორ არ მინდოდა გულში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე თქმას და გამოხატოს ამისას ან ჩვენებას არ ვაპირებდი არანაირად, ჩემთვის ვიდექით ამ პირველად ვიყავი ეკლესიაში და მოდის ერთ-ერთი კაცი და ასე მთლიანად ასე პარკს მაძლევს და ეს გუშინ შევჭამეებდი ეს პატარა. და ეს სამხილო სეფისკვერი ჩემ თავზე დიდი არის, ნახეთ უყურეთ. მზად არის. იმის მიხედავად ვარც ეს ესთეტიური არის, ხანე თავი სულ დამაყროს, რომ მე რამდენიმე საათი არ მშიოდეს. ყავა აუცილებელია დილობით, იმის რომ ყველაზე იაფასია ყავას რომ და ამაზე ჩემი კურსელები დამცინიან რომ ფილტრიან ყავას რა თუ აქვს და მაინცო. ან მოკლედ, მაგრამ მე ეს მიყვარს, მე ამაზე ვარ გაზრდილი, როგორც ღარიბი ადამიანი. ან ეგ კი არა, საქართველოში აი ნესკაფე და იაკობსი არის დიდი იმით რა ქვია შეფუთვებით ისეთი ძვირი არის რომ ბოდიში მოიხადეთ არც ეგეთი იაფასიანი არ არის სხვათა შორის 30 ლარიზე მეტ ვიხდი ხოლმე თბილისში როცა ვარ და აქ საშუალო აქ ძვირი არის 13 ევრო და იაკობსი და მალტაზე 8 ევრო და აი ნახეთ ხალხო ევროპაშიც განსხვავება არის ფასებში ახლა მეჯობია დავჯდე მივირთო თორე მალე ვარ მე გასასვლელი და ჩემი მეზობლები ჩემი კურსელები მომიკაკუნებენ მალე კარებზე. ასევე ბარემ აქვე დავამატებ. არ გიგონთ რომ ახლა აი ესეთ დიდ სახში რო ვარ, მაინც რამე ვიშოვე ახლა რამე ან გავდიდრდი ან ასე შემდგომ, უბრალოდ როგორც სტუდენტები შედარებით იაფად დაგვას როგორ ვთქვათ, მოგვაქირავეს სასტუმროს აპარტამენტები და პირველად შემთხვევაში სასტუმროში ვცხოვრობ ხო და ეგ ცალკე ახალი გამოცდილება არის. მაგრამ კიდე ეგეთი ამბავი არის. აიმე, რა დავინახე. არ ვიცი თუ არა ხო. Another one. უშელმა პარაგვაიდან ჩამოგვიტანა საჩუქარი. პატარა სომბრე. Yay. ესე იგი, ჩემს კურსელებს დავპირდი, რომ ვითომ ნამსხვრას გავაკეთებდი, აი ჩინურ ტორტს რო ეძახით, ხო იცით? მაგრამ ამ ჩინურ ტორტს კიდევ უფრო მეტად, ესე იგი, ვაფეიკებ ახლა. არ გამსაჯოთ, მაგრამ როცა მთხოვეს ჩემო კურსელებმა, ხოდა ცდი მოკლედ, თუ კარგი გამოვა, ხო კარგი და ახლა თუ არა და ვინც გამზარდა იმისგან მე ვიღებ შენიშვნას, ანუ დიაჩებისგან. და ახლა ესე იგი, რა მინდა ხას გუშონი ვიყიდე. და 5%-იანი ბერძნული იოგურტი და ახლა არ ვთქვათ, ბერძნული იოგურტი. მაგრამ ნახე რეცეპტი, გამოიცნობთ ალბათ საიდანაც. და გემრიელია ვამბობენ, ხო და მოდი ჩვენც ვენდოთ. ეს რაღაც ვიყიდეთ, არ ვიცი ხა ლამაზია თუ უშნო თუ რა არის. არის რამდენი ფენა? ერთი ფენა, ორი ფენა, მერე კიდე კრემი, მერე უკვე დაფხვნილი კრეკერები და კიდე ხილი და კიდე ხილი. წესი ცუდი არ არის, აი გემრიელი უნდა იყოს ახლა ეს
ძალიან ტკბილიც არ იქნება. მაცივარში შევდებ და მე რო დარბილდება ეს კრეკერებიც, გემრიელი იქნება წესით უფრო. დილამშვიდობის ჩემი ხმა შეიმჩნიოთ. ახლა კურსელები მივდივართ კერამიკის კლასზე. მაგრამ ისეთი საშინელი ამინდი არის. აი არ ვიცი, ქარბუქი არის, ისეთი ხმაურია თან გარეთ. რომ მოკლედ იმდია გადავრჩებით ხო და მაგრამ საკმაოდ საინტერესო დღე იქნება ჩემი აზრით და გამოყევით ნახეთ. გუშინ იმდენად კარგად გავაერთეთ და ის კარგად ვასვეტყებდი, საერთოდ ტელეფონის ხელში შეღება დამოვიწყდა და აი დღეს ჩემ თავს შევახსენებ, რომ გადავიღო. ჩემი აუთფიტი არ გაიშვას. Lazy. მოსყურით. სასტუმროში ცხოვრების პლუსები. საინტერესო რაღაცებს ხედავ ადამიანი. აი მე როგორი ამინდი არის. დავალოთ ახლა ჩემ კურსელებს. ჩამოვლენ და ტაბითა უნდა წაგვყავოს მანქანით. ვიქირავეთ 3 მანქანა და ესე გავეყავით ჯგუფებად. ხო და ასე მგონი ექსკურსიაზე მივდივარ. კიდევ და ექსკურსიაც გამოდის რაღაცის, იმიტომ რომ ახალ ქალაქს ვნახულობთ თან და რესტორანიც გვაქვს დარეზერვებული და მოი ავჩანვარ. ხო და მოკლედ თან მიხარია. რაც აქ ჩამოვედი, სულ რაღაცა ხდება ყოველ დღე და მალტაში თითქოს აი ეგ მომენტი ნაკლებად მქონდა აი რო გიხარია მაინც და მაინც ვაი თითქმის რა ქონდა ეგ მომენტი უფრო ნაკლებად მქონდა ალბათ მალტაში. აქ თითქოს ეგ შეგრძნება უფრო გამიმძაფრდა. იმას რომ ახლა მალტაში საერთოდ არ მქონდა ანუ ეს აქტუალურობის შეგრძნება ან რაღაც აი რო გიხარია რაღაც აი მოვთმანთროებოდები, მაგრამ ალბათ ეს სტრესი რო იყო მაინც საუთები ისა იმდენად ვერ ვინარჩუნებდი ამ პოზიტიურ განწყობას ყოველდღიურობაში. სიუხარავთ ვცდილობდი. მაინც რთული იყო ჩემთვის ხო და სამაგიეროდ ახლა შედარებით უკვე ვეჩვევი ასეთ ამოკიდებად მარტო ცხოვრებას და უბრალოდ ეჩვევი და ეგ უფრო გიმარტივებს თორე ის ფაქტი რომ ხა შორს ხარ ოჯახისგან, მაინც თავისუფლად ყოველთვის რთული არის. ხო. I can only see your face when I close my eyes. Can I get a kiss? And can I make it last forever? Really? Yeah. I make confused you like so we're taking turns, right? Yes. Make this for you. Marry me. How can you? Someone like that. You know, I made this for you. Ah, thank you. You and I made it. You know where we can put it? Of this? Making those. Huh? It's like making those. Yeah, the dumpling. It's okay. Ice cream bowl. I think we are all. What are you making, Nino? I'm making a bowl which is going to be flower shaped. And yeah. So far this. Yes, the next one. Nino, but I don't know. Yay, so cute. Thank you. So cute. Like this, okay? Very good. It looks good. Yes.
So cute, Tappy! It was a kind of a procession, a kind of a walking procession, which was. There's one in front of you, Min. That one is They come from north or south? that is protected. Summer, summer. So the program is now. You have already started tasting some olive oil with bread, but we're going to do also the real tasting now in shot glasses. I will explain. What else do we have here? What you see? That's Like this? Okay. I mean, people know that I'm Spanish because of that. I don't know. Zucchini, Quite like 이렇게 예쁘고 봐. Now this has the inside. Is it spicy?